ერთი წუთით დავფიქრდეთ, რა ფასი აქვს ჩვენ ამ წამიერ მშვიდობის მდგომარეობას. რის ხარჯზეა ეს? ვიღაცას ყოველთვის უწევს გადახდა იმისთვის, რომ მშვიდობა იყოს ქვეყანაში, მშვიდობა იყოს სამყაროში. ყოველთვის ვიღაცამ სადღაც იბრძოლა იმისთვის, რომ დღეს შენ ყოფილიყავი ესე. ხო და რის ხარჯზე ვართ მშვიდობაში? მათ ხარჯზე, ვინც წარსულში დაიცვა ჩვენთვის მშვიდობა. რა ესმის გმირს და რა ესმის ყველა ჭეშმარიტ თავდადებულ ადამიანს, რომელიც სხვისთვის თავს წირავს. აი ხომ არის, რომ როგორ გამოვიდე მატრიციდან, შენ თუ გაქვს ღრმად გაცნობიერებული და გამჯდარი ის ფაქტორი, რომ არსებობს იმაზე მეტი, ვიდრე შენი ფიზიკური სიცოცხლე და ფიზიკური სხეულია და ამის ფონზე შენ თუ მზად ხარ დაიცვა სხვა სიცოცხლე, დაიცვა სიყვარული, დაიცვა ღმერთი შენში, შენ აქ ხარ მოსული ბევრი წახნაგობრივი მდგომარეობებისთვის. და ერთ-ერთი წახნაგობრივი მდგომარეობა არის ის, რომ დაიცვა სიყვარული, ღმერთი, ქვეყანა, ერი, მეზობელი, ბავშვი, მოხუცი, ერთმანეთი დავიცვათ, ერთმანეთს გაუფრთხილდეთ. ამას თუ არ გააკეთებ, შენში ღმერთს ვერ დაიცავ. მიხვდი რას გეუბნები? შენ თუ ზემოთ ჩამოთვლილ ფუნქციებს თუ არ ასრულებ, შენში ღმერთს ვერ იცავ. რას იცავს ადამიანი თავგანწირვის შედეგად? გმირი რას იცავს? პატრიოტი რას იცავს? მოძღვარი რას იცავს? ყველა იცავს საკუთარ თავში ღმერთს. ამით. აბა ეხლა შენ თუ არ დაიცავი სხვა ადამიანი, შენ თუ არ დაიცავი სიყვარული, შენ თუ ხედავ რომ ვიღაცას ჩაგრავენ, ხმას არ იღებ, შენ თუ ამ ყველაფერს ხედავ და რეაგირება არ გაქვს, რანაირად გინდა გადარჩეს შენში ღმერთი? მარტივ კითხვას გისვამ. დედამიწას იცით რა ქვია სახელი სულის სამყაროში? ზედმეტ სახელი? განძთ საცავი. რას ნიშნავს განძთ საცავი? იმას ნიშნავს, რომ არსად არ ხდება ისეთი განძის გამომუშავება მაღაროდან, როგორც დედამიწაზე. და საუბარია სულიერ განძზე. სულის სამყაროში, მაღალი იერარქიის სამყაროში, შენ ვერ გამოიმუშავებ განძს. რას ნიშნავს ეს? ვერ გამოიმუშავებ კეთილსაქმეს. რატომ? იმიტომ, რომ იქ არ არის გაჭირვებული, შეჭირვებული და ნამდვილი ძალა როგორ გამომუშავდება, ყოველთვის გიხსნით. სხვისი დახმარებით, უპოვრის დახმარებით, ადამიანს რომ გასაჭირში სირთულეში ეხმარები, ესე გამომუშავდება ღვთიური ძალა. შენთვის რომ იყო და მედიტაციები აქვს და არა მეგობრებო, არა. ძალა გამომუშავდება თავგანწირვით, ქრისტეს მაგალითით. მაგალითად, შენ შეიძლება ეხლა ვიღაც უპოვარს დაეხმარე 10 ლარით და მისთვის ამას იმდენად ფუნდამენტური მნიშვნელობა ქონდა, რომ სულის სამყაროში დაგერიცხა 40,000 კოინი, როგორც გინდა გაიგე. და სულის სამყაროში მაღალ იერარქიაში ვერ გამოიმუშავებ ამდენ ძალას. იქ არ არის ამდენი უპოვარი, ამდენი გაჭირვებული, ამდენი სიკეთის კეთების საშუალება არ არის. ამიტომ დედამიწა არის განძით სავსე მაღარო. იქიდან გამომდინარე, რომ უამრავი გაჭირვებული და სირთულეში მყოფი ადამიანია, უამრავი წინაღობა, ყველაფერი. ამიტომ პატარა ნაბიჯი გაკეთებული აქვს, სულის სამყაროში გერიცხება დიდი ქულა. და სულები იცით როგორ არიან? აუ ნეტავ დავხმარებოდი იმას, შემდეგ ნეტავ მექნა ის, ნეტავ მექნა ეს. აი როგორც ეხლა მაგალითად უცებ რომ გამოაცხადონ, რკინის ფასი ყოფილა თურმე გრამი $5,000 და ხომ დაიწყებ ნეტა რატომ არ შევიძინე რკინა? იგივე ხდება სულის სამყაროში, რატომ არ გავაკეთე სიკეთეები, რატომ არ ვიქეცი თავდადებულად თავი, რატო არ გავწირე თურმე ყველაზე დიდი ძალა მაგაში ყოფილა სხვა ადამიანებისთვის რომ იბრძვი? რატომ არ ვქენი ეს, რატომ არ ვქენი ის? რადგან გაცნობიერებაში მერე მოდის სული, რომ აქ პატარა ნაბიჯების კი დიდად გეთვლება, რადგან რეალურად დიდია შენი პატარა ნაბიჯების კი სიკეთეში, იმიტომ რომ დედამიწაზე რთულია სიკეთე აკეთო, გარემოდან გამომდინარე. მაგრამ სიკეთის კეთებას აქვს ფუნდამენტური მნიშვნელობა ერთ კვანძში. შენი მოქმედება უნდა დებდეს შედეგს. თუ შედეგს არ დებს, დიდად არ გეთვლება. მაგალითად, შენ შეიძლება ვიღაცამ გთხოვოს 5 ლარი მომეცი, ძალიან გთხოვ და პახმელიაზია და არყის დალევა უნდა, ისევ ეტყობა რომ ალკოჰოლიკია და მიეცი 5 ლარი. ეს არ გეთვლება კარგ საქმეში. შედეგი დაიდო, შენ 5 ლარი მიეცი, შენი 5 ლარით მან იყიდა სასმელი, ჯანმრთელობა დაიზიანა. მორჩა, არ ჩაგეთვალა სიკეთეში. სიკეთესაც კი ჭირდება გონი და ჭკუის
ჭკუის დაყოლება. ამ სამყაროში ყველაფერს სჭირდება გონი და ჭკუის დაყოლება მიზეზ შედეგობრივი ფაქტორებიდან გამომდინარე. სამყარო დგას მიზეზ შედეგობრივ ფაქტორებზე. და ნახე, შენმა მიზეზმა რომ დახმარებოდი მაინც და მაინც მას, გამოიწვია შედეგი, რომ იყიდა ალკოჰოლი. მაშინ რა უნდა მექნა? კითხვას ვარ. რა უნდა გექნა და პროდუქტი გეყიდა მისთვის და შეჭამდა ნატურალური. და დაე სხვის სინდისე იყოს ის ალკოჰოლის ფული, ვისაც გამოართმევს. შენ სინდისე ნუ იქნება და სიკეთესაც კი სჭირდება გონის დაყოლება. რადგან სიკეთე საკმაოდ ლავირებადია. რატო? მაგალითად ეინშტაინს ეგონა რომ ატომის განხროჩის პროცესი რომ გახსნა, აპა გვეშველა, ეხლა უდიდესი სიკეთე გავაკეთეო და შემდეგ უკვე ატომურმა ბომბმა რაც გააკეთა, გასაგებია, ხო? ჰიროსიმა და ნაგასაკაში. ამიტომ სიკეთე არის საკმაოდ საყურადღებო ადგილი. მოდი ესე ვკეთო. საყურადღებო არტეფაქტი, რომელიც გონებით უნდა გააკეთო. რა შედეგს დებს საბოლოოდ? ეს უნდა გათვალო. შენ შეიძლება ფონდი გახსნა და შენმა ფონდმა, რომელიც ადამიანებს უნდა ეხმარებოდეს, რაღაც ბოროტებები აკეთოს. ვიღაცა მაფიოზმა შეიძლება შენი ფული მოიპაროს და შემდეგ ამ ფულით რაღაც კორპორაციები გააკეთოს და 1000 კრიმინალი ააყვავოს. მიზეზ შედეგობრივი ფაქტორი. შენი ფულით მოხდა ეს, შენი ფულის სუნი ასდის იმ ყველა კრიმინალს. თითქოს და შენი ვალი არ არის ეს, ეხლა ვიღაცამ ფული მოგპარა, მე რა ვიცოდი, იქ რაღაც იმას კენე, არ ვიცოდი, არა. უნდა იცოდე. ამ სამყაროში რაღაც ძალის მიერს რომ გაცემ, მაგალითად ფიზიკურ ძალის მიერს როცა გაცემ ფულს, უნდა იცოდე რომ მას მოყვება შედეგი, ფული არის იარაღი. იმ უპოვარს, რომელიც გალოთებულია, ფული არის იარაღი მის ხელში. ნარკომანისთვის ფულია იარაღი და არც ისე კარგი იარაღი, ხო? საშიშია, ხო? ამიტომ სიკეთეს როცა გაცემ, დაუკვირდი ბოლოს რა შედეგს მიიღებ და ეს იქნება შენი ჭეშმარიტების პასუხი. სწორ სიკეთეს აკეთებ თუ არასწორს. სამყაროს აქვს თავისი მექანიკა, ან მიყვები მას, ან არ მიყვები. ასევე ფუნდამენტურად რაც მნიშვნელოვანია, შენ ფასდები ორი კრიტერიუმით. ფიზიკური სხეულით რა მოქმედებები გააკეთე და გონებაში რა მოქმედებები გააკეთე. ორივეთი ფასდები თანაბრად. რა? გიორგი, ხო არ გაგიჟდი შენ? რანაირად? მაგალითად, ეხლა მე რომ ფიზიკურად ვცემო ადამიანი, ეს მეთვლება და გონებაში რომ ვცემო ადამიანი, ესეც თანაბრად მეთვლება? კარგი ეხლა რა. გეყოფა გიორგი. ფანტაზიებს როდის უნდა მოეშვა. რამდენი ეხლა იფიქრეთ რომ რა სიგიჟეს ვამბობ. სრულ ჭეშმარიტებას გეუბნებით, მეგობრებო. შენ გონებაში დააზიანებ ადამიანს, დაჭრი, თუ ამ ყველაფერს გააკეთებ, ერთნაირად გეთვლება ეს, რადგან შენ ეს გააკეთე. ნახე, ფიზიკურად თუ გააკეთებ, მაგალითად ვიღაც ადამიანის გარდაცვლა გინდა და ფიზიკურად გააკეთე ვიღაც გარდაცვალე. ეს უკვე მძიმე შედეგია. მაგრამ გონებაშიც გარდაცვალე, ანუ წარმოიდგინე ეს რია რაღაც კოშმარებს წარმოიდგენ გონებაში და ამით სიამოვნებას იღებ. რეალურად შენ სულიერებაში დესტრუქციულ ენერგიას უგზავნი და ამ დროს ღმერთი გეკითხება. შვილო, ის ადამიანი შენ ფიზიკურად არ გარდაგიცვლია, ხო? არა. გონებაში რამდენჯერ გარდაცვალე ის ადამიანი? ბევრჯერ დავარტყი დანა, ბევრჯერ ვუსურვე იარაღის გადატარება, ბევრჯერ ვუსურვე ეს. მერე შვილო, რა სხვაობა იყო ფიქრში და სულიერ განცდაში წარმოქმნილ აზრებსა და ფიზიკურ შორის? დიდი სხვაობა, უფალო, დიდი. არა. შენ ერთადერთი რაც გაჩერებდა, ეს იყო არა ღმერთი, არამედ კანონი. მარტივად გეტყვი, ადამიანი რომელიც ვიღაცას მაგალითად გონებაში ფიქრობს რომ კალაშნიკოვს გადავატარებ ან რაღაცას გადავატარებ ესური ცუც უსურვებს, მოკლედ და ფიქრებში ატარებს ყველა ამ ფანტაზიებს კონკრეტული ადამიანის მიმართ. იმ ადამიანს ერთადერთი რაც აჩერებს, ეს არის კანონი. იცის რომ დაიჭერე, მთელი ცხოვრება ციხეში უნდა იყოს და ამიტომ არ აკეთებს, თორემ ადამიანი რომელიც გონებაში ფანტაზიორობს, მან უკვე გააკეთა ეს. უბრალოდ კანონმა გააჩერა და აქედან გამომდინარე არ აკეთებს, თორემ უკვე გააკეთა სულის სამყაროში. ეთვლება. შეიძლება ისე მძიმე ცოდვაში არ ეთვლებოდეს როგორც ფიზიკურად გაკეთებაში, მაგრამ არანაკლებად ეთვლება ის. რადგან მან სულის სამყაროში ეს გააკეთა, თავისი სულის ნაწილით ეს გააკეთა. ორივე გეთვლება თქო, რატომ ნახე, შენ რაღაც მოქმედებას აკეთებ ფიზიკურ სამყაროში ფიზიკური სხეულით და ეს გეთვლება, როგორც სიკეთეში ისე ბოროტებაში და აკეთებ ფიქრში სულის სამყაროში და ეს გეთვლება. კარგი იქნება თუ ცუდი? აბა თუ არ გინდა ეს რომ გეთვლებოდეს, მაშინ რატომ ილოცები? ესე იგი შენ გინდა ვიღაცას რომ ლოცავ, ეს გეთვლებოდეს და ვიღაცას რომ წყევლი ან რაღაც კოშმარს უსურვე ფანტაზიით, ვიზუალიზაციებით და მთლიანით ეს არ მოქმედებდეს? ვერ ხვდები? შენ რომ ადამიანს ლოცავ, ეს მოქმედებს. შენ რომ ადამიანს წყევლი, ეს მოქმედებს, გეთვლება. ამიტომ შენ გეთვლება ორივე, სულის მოქმედებები და ფიზიკური სამყაროს მოქმედებები და ორივე უნდა აკეთო. ეხლა რას ნიშნავს ეს?
შენ ფასდები ორი კრიტერიუმით. ფიზიკურად ანხორციელებ თუ არა და შენს შიგნით გონებაში, სულში, ფიქრებში რა ხდება. სული და ფიზიკური სხეული ხარ. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ორივე მოგეთხოვება რომ აკეთო. მაგალითად, შენ დადიხარ ტაძარში, რწმენაში ხარ, ყველაფერში ხარ, იმაში ხარ, ამაში ხარ, მაგრამ არ აქტიურდება ღვთიური ძალები შენში, სანამ ფიზიკურ მოქმედებებს არ დაიწყებ სხვა ადამიანებთან მიმართებაში. დღევანდელი ბრჭყალებში სულიერი მოღვაწეები, რომ გეუბნებათ, რომ მარტო რწმენაა საჭირო და უკვე გადარჩიდა, ღმერთმა შენი ცოდვები გამოიწყიდა და ფეხი ფეხზე გადაიდია, აწიდა, არაფერი აკეთო. ეს არის ტოტალური ბოროტება და ფუნდამენტური სამყაროს წინააღმდეგ წასვლა და რატომ? შენ მოხვედი როგორც სული ფიზიკურ სხეულში, ხო ესეა? ესეა. ესე იგი, შენ უნდა განახორციელო ორი ფუნდამენტი: სულიერი ნაწილის თავში, გონებაში და ფიზიკური ნაწილის. შენ თუ მარტო სულის საქმეს აკეთებ, მაგალითად, ადიხარ ტაძარში, ილოცები, ამაში ხარ, იმაში ხარ და არ აკეთებ საერთოდ ფიზიკურ მოქმედებებს სხვა ადამიანებთან მიმართებაში. შენ თუ ამ მეორე ნაწილს არ აკეთებ, შენში ღმერთი ვერ გაიღვიძებს. შენში სულიწმინდა არ შემოვა. არა, არ შემოვა. ვერ კი არა, არ. რატომ? იმიტომ რომ ფუნდამენტურად ორი ელემენტი არ არის. შენში უნდა იყოს ორი ელემენტი: ფიზიკური მოქმედება სხვა ადამიანებთან მიმართებაში და სულიერი მდგომარეობა. ეს ორი თუ არ არის ერთად, არ აქტიურდება ღმერთი შენში. მარტივიანით გეუბნები. მაგალითად, თუ უბრალოდ ცალკე ფიზიკური მოქმედებები გაქვს და სულიერი ნაწილი გადაგდებული გაქვს ნაგავში, არ აქტიურდება შენში ღმერთი. მაგალითად, თუ ენა გადაიტყავე ლოცვისგან, ტაძარში დადიხარ და ყველაფერს ასრულებ და ათოსანი ხარ რელიგიის გაკვეთილებზე და ფიზიკურ მოქმედებებს არ აკეთებ, ყოველდღიურ, ყოველწამიერ ადამიანი გააღიმე, დალოცე, ქუჩაში უცხო, მოყვასი აჩვენე, სიკეთე გააკეთე, ამ ყველაფერს თუ არ აკეთებ, აზრი არ აქვს შენს ლოცვას, შენს ყველაფერს. აქვს, მაგრამ ღმერთი ვერ გაიღვიძებს შენში, იცოდე. ორი ელემენტი გჭირდება: ფიზიკური და სულიერი. ფიზიკურში მოქმედებები, სულიერში სისუფთავე, ლოცვები. და შენ თუ მხოლოდ შენ თავს უდებ შედეგს და ფიქრობ, რომ იცი რა, მე ეხლა მოვჯობინდები და მერე რომ გავძლიერდები, მერე მივხედავ სხვა ადამიანებს. შემდეგ შევძლებ სხვა ადამიანების დახმარებას. ჯერ ჩემ თავს უნდა დავეხმარო. ესეც ბნელი კოუჩების მიერ ჩადებული პროგრამებია თქვენში. და დაგისაბუთებთ რატომ? შენ თავს უნდა დაუთმო დრო, შენ თავში უნდა ჩაიხედო და ჩაუღრმავდე. მაგრამ პარალელურად ადამიანების მიმართ უნდა გასცე ყურადღება, ხარდაჭერა, სიყვარული, სიკეთე. ოღონდ იმის მიმართ, ვისთანაც საჭიროა, მაგაზე ნაშრომები ჩაწერილი მაქვს, უანგარობაზე, ვისთან რა უნდა გაცე, როგორ უნდა გაცე, უმადური რა არის, ყველაფერი ახსნილი მაქვს გამთლიანებაში, ამის მიხედვით. და ნახე, შენ რომ გაღვიძებას იწყებ, თუ გინდა შენი გაღვიძება დაასწრაფო, გააცნობიერე რისთვის მოწანწალდი დედამიწაზე, გააცნობიერე სხვა ადამიანების დახმარებისთვის, რომ ამით შენ თავს დაეხმარო. და თუ იღვიძებ, ან ღმერთს გინდა დაუახლოვდე უფრო მეტად, გიხსნი, შენ თავს დაუთმე დრო და ასევე დაუთმე სხვა ადამიანებსაც დრო და ეს დაასწრაფებს შენი თავის განვითარების დროს. რანაირად? იმნაირად, რომ შენ თავს უღრმავდები, ღმერთი გიყურებს და ფიქრობს, აბა ეხა ეს თუ გააცნობიერებს, საერთოდ ფუნდამენტი რისთვის მოვიდა დედამიწაზე. და შენ რომ აჩვენებ უფალს, რომ აი უფალო, მე გავაცნობიერე, მე ჩემი თავისთვის კი არ მოვედი, ჩვენ ერთმანეთისთვის მოვედით უფალო და აი მე მინდა გავიღვიძო უფალო, აი ვლოცულობ, ამას ვაკეთებ, იმას ვაკეთებ და გამოვედი და უპოვარს ვეხმარები, ვიღაცას წავაღებინე, მძიმე ტვირთი, მოხუც, იქ ის გავაკეთე და ღმერთი რომ გიყურებს ამაზე, ხდება რომ შენ ხარ ის აქტივი, მოდი მათემატიკურ ენაზე გეტყვი, აქტივი ხარ ისეთი, რომელშიც ღირს ძალების ჩადება მალე, უკვე მომწიფთი ამისთვის. აჩვენო უფალს, რომ გააცნობიერე რისთვის ხარ. არიან ადამიანები, მისმინეთ ეხლა ჭეშმარიტებას გეტყვით, რომლებიც არიან ბრჭყალებში გურუები. მედიტაციებს აკეთებს წლები, საქართველოში აიღეთ თუ გინდათ. ბევრ რაღაც ცოდნებს აზიარებს, იმას აკეთებს, ამას აკეთებს, მაგრამ ღმერთი მასში არ არის გაღვიძებული. ეხლა გადახედეთ, რამდენში არ არის ღმერთი გაღვიძებული. რატომ? იმიტომ რომ ის არ მომწიფდა ფუნდამენტისთვის. ღმერთს ვერ გააგებინა სიტყვა, ღმერთო, მე არ მოვსულვარ ჩემი ტყავისთვის აქ. მე მოვედი სხვა ადამიანებისთვის. კი, იმეორებს, ჩვენ ყველანი ერთნი ვართ, ერთი საერთო ვართ და ერთი თითი ვერ გადადო სხვა ადამიანისთვის. კი, იძახის სიტყვის დონეზე, ბლა ბლა ბლა, იცის თეორია რა ხდება, რომ ყველა ერთმანეთისთვის ვართ, ერთი ვართ, ის ვართ, მაგრამ ყურბილს არ აიღებს, ფული თუ არ გადაუხადე მაგალითად. ან არ გიპასუხებს, ფული თუ არ გადაუხადე, მიხვდი? ხო და მასეთები არიან წლები და გაჭედილი არიან ერთ ადგილს და მერე ლპობას იწყებენ და მერე ემართება დეგრადირება. ნებისმიერი სულიერი მოღვაწე, რომელიც ან ისე ადამიანი, რომელიც იღვიძებს და აი უკვე მე გავაცნობიერე და გააცნობიერა რაღაცეები. თუ არ იწყებს იმას, რაც ქრისტემ აჩვენა სხვა ადამიანებისთვის თავგანწირვას, დახმარებას,
შედეგის დადებას. თუ არ იწყებს ამას, ის იწყებს ლპობას. რატომ იცით? იმიტომ რომ შენ რომ გააცნობიერე ღმერთი, შენ რომ გააცნობიერე რომ ყველანი ერთი ვართ და ეს ყველაფერი რომ გააცნობიერე და არ მოქმედებს, შენ აკეთებ უდიდეს მკრეხელობას. ვიღაცამ შეიძლება არ იცოდეს და არა უშავს. აპატიებს უფალი აწი უნდა გააცნობიეროს, მაგრამ შენ უკვე გააცნობიერე ის თეორიები რომ ყველანი ერთი ვართ, შენ და მე ერთი ვართ. შენ ეს გააცნობიერე, მაგრამ სხვა ადამიანის მიმართ მოქმედებებს არ აკეთებ. ამიტომ მკრეხელი გამოდიხარ ამ დროს და ბნელი შედის ასეთ ადამიანში მარტივად, რადგან პირდაპირ იცის სიმართლე და არ აკეთებს ამას. ღმერთს შორდება და მერე კოშმარებს უშვებს პირიდან და დეგრადირებას იწყებს და ესეთი მოღვაწეები დიდი ხანია მოღვაწეობენ და ვერაფერს ვერ აკეთებენ და მერე უკვე ვერც შედეგებს დებენ და ან ნაწილი იპარავს სხვის ცოდნებს, ან კურნების ნაცვლად რუნებს იყენებს, როგორც ეხლა ის მალხაზა არის, კონკრეტულ სახელდაგვარებს არ დავახსახელებ, ესე იგი სახეზე რუნები ვერ მოაშორა რა. დაიმახსოვრე ეს ფორმულა სხვა ადამიანებისთვის თუ არ აკეთებ კეთილშობილურ მოქმედებებს განსაკუთრებით მაშინ თუ გაიღვიძე და განსაკუთრებით თუ რაღაც ცოდნები მიიღე, დეგრადირებისკენ მიდიხარ. რატომ? იმიტომ რომ შენ აქ მოსული ხარ ერთმანეთისთვის. ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ მოსული. ფიზიკურის და სულიერი სხეული ხარ და ფიზიკურ სხეულს თუ არ ასრულებ ღმერთში, განსაკუთრებით მაშინ, როცა იცი რომ ეს არის სიმართლე, მორჩა, უკვე შენ მკრეხელი ხარ. მკრეხელი ხარ, რადგან იცი და არ აკეთებ და რომ არ აკეთებ, უკვე ბოროტს აკეთებ ამით. რადგან არ ასრულებ შენს მისიას. შენს მისიას რომ არ ასრულებ, ბოროტს აკეთებ და ეხლა შემიძლია სოფისტური აზროვნებით მიგიყვანოთ უსასრულობამდე. რატომ აკეთებ ბოროტს ამით? ამიტომ შენი თავი თუ გინდა სწრაფად გააგვიცო, თუ გინდა სწრაფად დააგრო ძალები, სწრაფად მიიღო ეს ყველაფერი, სხვა ადამიანების დახმარებები დაიწყე. ხალხს გონია, მაგალითად ეხლა ჩემი ცოდნები არის ძალიან ძველი. ერთ წუთი ვნახავ ეხლა როდის ავტვირთე პირველი ნაშრომი. 2025 წელს ავტვირთე პირველი ნაშრომი. ეხლა არის 2026 წელი. 1 წლის წინ, 2 წლის წინ არაფერი არ ვიცოდი სულიერებაზე. არც ეზოთერიაზე, არც ენერგიებზე, არც ამ ყველაფერზე. 2 წლის ცოდნა მაქვს აღებული, რასაც გიზიარებთ. 2 წელში ავკრიფე ეს ცოდნები. თქვენ რომ იძახით, გიორგი, რა ხვთოვანებული ვარ შენი ცოდნით და რა განათლებული ხარ. ხა უვიცი არ ვარ, მაგრამ არც მასეთი განათლებული არ ვარ, მაგრამ გიხსნით ფუნდამენტს ხალხო. 2 წლის ცოდნით გელაპარაკებით და თქვენ ფიქრობთ რომ საუკუნეა სულიერებაში ვარ და ამ ყველაფერში ვარ. ნახეთ, მე სულიერებაში ვარ მთელი ცხოვრება ღირსეულად ვცხოვრობ და მთელი ცხოვრება ყველა იმ პროცესებს გავდივარ, რასაც გავდივარ. ვერ იპოვი ადამიანს, რომელიც იტყვის რომ იცი რა გიორგი, მე ბოროტებები გამიკეთა. ვერ იპოვი მას ადამიანს, იმიტომ რომ მე არასდროს არ გამიკეთებია ბოროტებები. შეიძლება რაღაც შემშლია და მომიბოდიშებია. რის თქმა მინდა, სულიერი ცხოვრება მთელი ცხოვრება გამოდის, მაგრამ 2 წელია ეს ცოდნა მაქვს აკრეფილი. რანაირად? თავიდან რაღაცები რომ გამეხსნა, უბრალოდ ადამიანების მოსმენით დავიწყე. არავის ნაშრომებს მე არ ვუსმენდი, არც წიგნებით არ გელაპარაკებით მე. უბრალოდ ადამიანების მოსმენა და დახმარება დავიწყე. 2 წელში ისე ავკრიფე ძალა ამ ტექნოლოგიით, რასაც გასწავლი, ამით, რომ რა ვიცი ხა, მე ჩვეულებრივად აღვიქვამ ჩემ თავს, მაგრამ ადამიანები მეუბნებიან რომ დიდი ძალა გაქვს. და მე კი ვიცი რა ძალებიც მაქვს, მაგრამ თავდაბლად ვუდგები ამ ყველაფერს. ნახეთ, 2 წელში ავკრიფე ალბათ 1-40 წლის ძალა და 40 წელი ვიღაც ძალას აგროვებს და ვერ აკრიფა 1 წლის ძალა. რატომ? იმიტომ რომ არაფერს არ აკეთებს სხვისთვის. მარტო საკუთარი ტყავისთვის და ღმერთი ეუბნება, რაში მჭირდები? მე შენი ტყავისთვის აქ და არ აძლევს არც ცოდნას და არც ძალას. ამიტომ ის ცრუ სწავლება ჯერ ჩემ თავს უნდა მივხედო და არ გავიდა ეს შენი თავი. გავიდა 1 წელი, გავიდა 2 წელი, გავიდა 3, დაბერდი და ჩემ თავს მივხედო არ გავიდა. მიხედე პარალელურად სხვა ადამიანებსაც. ცადე და ნახავ მე შენ თავს როგორ მიხედავს ღმერთი. შენ რომ შენ თავს მიხედო, პარალელურად ადამიანებსაც უნდა მიხედო და ამით მიხედავ შენ თავს. იხსნი, გამოცანას გთავაზო. წარმოიდგინე ესეთ სიტუაცია, უნდა გაიხსენო, რისთვის მოხვედი აქ დედამიწაზე. აი, დაფიქრდი და კითხვები დასვი, რისთვის მოვედი დედამიწაზე? ვინ გამოგიშვა დედამიწაზე? ღმერთმა. დაფიქრდი იმაზე, ღმერთი რისთვის გამოგიშვებდა დედამიწაზე და პასუხს თუ ვერ მიიღებ, ქრისტე რისთვის მოვიდა, მაგაზე დაფიქრდი და პასუხს მიიღებ. ღრმა დამოისუნთქე, ჩაისუნთქე, განმარტოვდი და განათავისუფლე გონება ყველანაირი ფიქრისგან და ფუნდამენტური კითხვა დასვი, ღმერთი რისთვის გამოგიშვებდა დედამიწაზე? შენს თავზე ჩასაღრმავებლად? ვერ ხვდები რომ შენ ყველაზე მეტად შენ თავს ფუნდამენტურად მაშინ უღრმავდები, როცა სხვა ადამიანს ეხმარები, მაშინ ვლინდება შენი ფუნდამენტური თვისებები. როცა სხვისთვის აკეთებ მოქმედებას ან არ აკეთებ, ამით ვლინდება
იცვლება შენი ფუნდამენტური მდგომარეობა, სად ხარ, ბნელში ხარ თუ ღმერთში ხარ. მაგალითად, ვიღაც ხრამში რომ ვარდება და გვერდი ჩაუარე, ეს არის შენი მზომი, თუ სად ხარ, ბნელში თუ ღმერთში. ამიტომ მარტო ესე თუ მიხვდები, სად ხარ. თორემ საკუთარ თავში ღმერთთან ხარ, იდეალური ხარ და ფანატიკოსი ხარ. ყველაფერი ვარ, ღმერთო, საკუთარ თავში შვიდიც ვარ, სიკეთეებშიც ვარ, რა კარგი ბედნიერი ფიქრები მაქვს, რას ლაპარაკო? ბედნიერ ფიქრებს აპრაქტიკებ? კარგია ეს დააპრაქტიკებ, მაგრამ მიდი აბა ერთი განახორციელე ეგ ბედნიერი ფიქრები, აბა გამოაჩინე რა ტესტის ხარ, რა შემადგენლობის ხარ, გვაჩვენე. იქ გამოჩნდება ვიღაცა რომ ხრამში ვარდება და შენი კომფორტიდან უნდა გამოხვიდე და ამოიყვანო და საკუთარი ზურგი დადო, საკუთარი ტყავი დადო საფრთხის ქვეშ. სხვისთვის, აი მაგ გამოჩნდება დადებ თუ არა. ფიქრებში ყველაფერს დადებ და ყველაფერს ესე ვთქვათ, ცუდი პოლიტიკოსივით ღმერთს მიცემ დაპირებებს. მაგრამ შენ ის ცუდი პოლიტიკოსი ხარ, რომელიც დაპირებებს გასცემს და არ ასრულებს. ამიტომ ყველაზე სწრაფი მეთოდი იმისთვის, რომ გაიღვიძო, ძალები დააგრო, ვართ ერთმანეთი ყავს ამისთვის. მე შენ რომ გეხმარები, შენ რომ მე მლოცავ, მე შენ რომ გეხმარები, ერთმანეთს წევს ზემოთ. კითხვა დასვით, ქრისტეს მთავარი სათქმელი რა არის? დედამიწაზე რომ მოვიდა, რა ვიცი, გიორგი ბევრი რამე არ არის, ბევრი რამე ერთია. შენ და მე და ჩვენ ადამიანები. ქრისტეს მთავარი სათქმელი, მამა ღმერთის მთავარი სათქმელი იყო და არის ადამიანი. ქრისტე ადამიანებისთვის გამოგზავნა მამა ღმერთმა. მამა ღმერთის მთავარი სათქმელი არის ქრისტე და ქრისტეს მთავარი სათქმელი არის ადამიანი. და ქრისტე რომ მოვიდა, მამა ღმერთმა სულიწმინდა ქრისტემ სრულად მაღალმა იერარქიამ ერთად გააკეთეს ყველაფერი ქრისტეს მოსვლის დროს. ადამიანებისთვის ყველაფერი ერთი საერთო გადაწყვეტილების მიმართ. და შენ იმხელა ამბიცია და კადნიერება ყოფნის, რომ მამას უარყოფ და ფიქრობ, რომ იცი რა, კი, ადამიანების დახმარება კარგია, მაგრამ ჩემ თავთან თუ ჩაუღმავდები და პოზიტიურად ვიქნები, ეს საკმარისი ყოფილა. ესე იგი, მთელი მაღალი იერარქია ფეხზე დადგა. მამა ღმერთმა თავისი ხელით აღზრდილი შვილი იესო გამოგზავნა. ხო, იესო გაჩნდი კი არ თქვა მამა ღმერთმა. მამა ღმერთმა მილიარდობით წელი ზარდა თავის გვერდით ქრისტე, როგორც პირადი შვილი. ხო, ესე ზარდა და გამოგზავნა შენთვის. რატომ გამოგზავნა შენთვის? რა გითხრა ამით რა? როგორ გახდები ღმერთიო? ღმერთი არა იმ გაგებით, როგორც შენ წარმოგიდგენია მიწიერ სამყაროში, მაგრამ მაინც. ქრისტე როგორ გახდა ღმერთი? რა გააკეთა? თავისთვის იყო უდაბნოში გაიხიზნა? როგორ დააგროვა ეს ძალები? გააცნობიერე. წმინდანი როგორ აგროვებს ძალებს? გააცნობიერე. პასუხი არის სხვა ადამიანი, ერთმანეთი. შენ აქ მოსული ხარ ფიზიკურ სამყაროში და ხელები და ფეხები იმისთვის გაქვს, რომ გვერდით ხელი გაუმართო მოხუცს, ხელი გაუწოდო უპოვარს, ხრამში რომ ვარდება ხელი მოჰკიდო, ამოსწიო ხელები, ამიტომ გაქვს ფიზიკური სხეული, ამიტომ გაქვს. ყველას უნდა მოექცეს სიყვარულით, ცხოველებს უნდა მოექცეს სიყვარულით, რადგან ღმერთია მასში. ადამიანებს უნდა მოექცეს სიყვარულით, რადგან ღმერთია მასში. შენ თავს უნდა მოექცეს სიყვარულით, რადგან ღმერთია შენში. ამისთვის ხარ მოსული აქ, შენ აქ გაღვიძებისთვის კი არ ხარ მოსული და შემდეგ ფეხი ფეხზე რომ გადაიდო. შენ აქ იმისთვის ხარ მოსული, რომ გაიღვიძო სწრაფად, მოკლე დროში და დაიწყო ადამიანებზე ზრუნვა, ერთმანეთზე ზრუნვა და ამით მაშასადამე საკუთარ თავზე ზრუნვა. გააცნობიერეთ, გაღვიძება არის დასაწყისი. რა უნდა დაიწყო, რა უნდა ქნა, ეს უნდა ქნა. დღეს გეუბნებიან, გაიღვიძე და მორჩა, უკვე კარგია. რა კარგია, შენ რისთვის იღვიძებ? კითხვა დაგისვამს ოდესმე? რისთვის იღვიძებ? რომ გახდე ღვთიური. შენ გაღვიძებისთანავე უნდა დაიწყო ღმერთში სიარული ადამიანებთან მხარდაჭერის შედეგად. და საერთოდ ეს გაღვიძება არასწორი ტერმინია. არ არსებობს გაღვიძება. შენ თავიდან უნდა დაიბადო. ძველი შენი გარდაცვალო, ამაზე ნაშრომები მაქვს დადებული როგორ უნდა ქნა, ახალი დაბადო და ადამიანებს მიხედო გვერდით, ერთმანეთს უნდა მივხედოთ. და შენ რას აკეთებ დღეს? აი განსაკუთრებით ეზოთერიკოსები და სულიერი მოღვაწეები და რა ვიცი მე, კიდე ვიღაცეები. რას აკეთებენ დღეს? მორჩა, გავიღვიძე და იყურება აქეთ-იქეთ. სიჩუმია, ანუ არის მის ღმერთი. მომიტევით საწეცილო არ არის უბრალოდ სიგიჟე. ესე იგი, გაიღვიძა და იყურება ელოაში მოყოლილით ხასავით აქეთ-იქეთ და ფიქრობს, რატომ არ იგრძნობა ღმერთი ირგვლივ და ფიქრობს რა ქნას. და ამის გამო სად მიდის იცით? რიტუალებში. ტაროს შლის, ან რაღაცა რუნებს ეხება, რომ იგრძნოს ღმერთი, ზებუნებრივს ვერ გრძნობს. საერთოდ იმიტომ, რომ არ აქტიურებს ღმერთის მოქმედებებს. გაიღვიძა და ფიქრობს, ეხლა უნდა დაიწყოს მის თავს სასწაულები. იყურება აქეთ-იქეთ და არაფერი ხდება. სასწაულები კი არ უნდა დაიწყოს შენ ცხოვრებაში. ის მოქმედებებია სასწაული, რისი ძალაც გეძლევა და რის სურვილსაც იჩენ და რისთვისკენაც მიისწრაფვი. შენ ფიქრობ, უნდა გაიღვიძო და მორჩება.
ამით ყველაფერი მორჩა ეხლა უკვე გავიღვიძე მე და უკვე მაგარი ვარ და სვეცკი ვარ და ვერ გზნობ ვერაფერს და მე გადადიხარ შავმაგიურ რიტუალებში ოღონდ ვერაცნობიერებ ამას გეუბნება ეს უსაფრთხოა ეს სამყაროსეულია და გააკეთე რიტუალი და იგრძენი რაღაც და ღმერთი გგონია ღმერთი კი არა სატანის რიტუალებს აკეთებ ყველა გარე მექანიზმი სატანის არის ნუმეროლოგია ტაროლოგია ასტრონომიაც სამწუხაროდ ასტრონომია ცალკეულად არ არის ბნელის მაგრამ ბნელად იყენებენ დღეს და შენ ვერ აითვისებ ასტროლოგიას დღეს სუფთად და გზელითება მაღაზინ აშრომები დადებული მაქვს შენ ვერ გძნობ ზებუნებრივს იქიდან გამომდინარე რომ არ აქტიურდება შენში ღმერთი რატომ იმიტომ რომ მარტო სულის ნაწილს უთმობ დროს და მოქმედებას არ დაუთმე დრო და ეს ორი ელემენტი არ ერთიანდება ფიზიკური მოქმედება და სულიერი მოქმედება ერთმანეთთან არ ერთიანდება რომ აინთოს ცეცხლი შენში ღმერთის ცეცხლი ვერ ინთება შენში მარტო სულიერებაში ხარ ბლა ბლა ბლაში ხარ და არაფერი არ ხდება გააკეთე ფიზიკური მოქმედება სულიერი მოქმედება გაერთიანდება ეს და აინთება ღმერთის კოცონი გლეხურ ენაზე გეტყვი უფრო მეტად ხორცი გააქვს და სული გააქვს დედამიწაზე როცა ხარ მაშესადამე გააქვს მოვალეობა და ვალდებულება ხორციელი და სულიერი გაიგე ხორციელი სიკეთეების კეთების ვალდებულება გაქვს და სულიერი სიკეთეების კეთების ვალდებულება თუ გინდა ღმერთთან თუ არ გინდა არავინ არაფერში არ გავალდებულებს მოსულან ჩემთან მე 10 წელი იოგას ვაკეთებ 10 წელი მედიტაციას ვაკეთებ და არ იცის ვინ ვარ ანუ მელაპარაკება როგორც არიფს და ფიქრობს რომ მაჩვენებს ვითომ რაღაც იცის და მას ადამიანებთან რომ მელაპარაკია აი მაინტერესებს ხოლმე მე არ ვალვენ ხოლმე თავს რომ რაღაც ვიცი ვუსმენ და აი რა საცოდავ მდგომარეობებში არიან აი რა განვითარების სკერზე არიან რატომ იმიტომ რომ არაფერი არ ესმით ღმერთზე არაფერი არ ესმით სამყაროზე არაფერი არ ესმით ფუნდამენტური 10 წელი იოგას და მედიტაციას აკეთებს და არაფერი არ იცის ღმერთის შესახებ ბიბლია და რაღაცები იცის მაგრამ არ იცის შიგნით არ არის გაცნობიერებულად არ იცის მას ადამიანს რომ ველაპარაკები თითოეულ სიტყვაში ვლინდებიან რა აქვს შიგნით უბრალოდ თქვენ ვერ ამჩნევთ ამას ნახეთ მე დაკვირებული ვარ ეხა სულიერი ბრჭყალებში მოღვაწეები ეზოდრიკოსები ბლა 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 რაღაცებს ლაპარაკობენ და ყოველ ორ სიტყვაში ჩაჭრილები არიან თქვენ ვერ ხედავთ ამას ვერ ხედავთ ამ გამოვლინებას ზოგი ალბათ ხედავს არ ვიცი გესმით ვლინდება ეს პირდაპირ რომ ცარიელია შიგნით ამ პარტავნებით სავსე და მე ვიცი მაგ დროს მithქვამს ხოლმე ადამიანზე რომ ესე ხომ არ არის შემთხვევით არ არის ესე შენ რა იცი მე მეუბნება შენ რა იცი მიხვდით რა შეასაქმე არაფერი არ იცის რადგან არ აკეთებს მოქმედებებს საკუთარ ტყავს ვერ გაშორდა ეგოიზმში გადავარდა იმიტომ რომ გვერდით ყველგან ცრუ სწავლებებია ჯერ ესე გელაპარაკება შავი მაგი ოღონდ შენი ღმული ვითომ სულიერი მოღვაწე არ გინდა ჯერ შენ თავს ჩაუღრმავდი მეც გეუბნები შენ თავს ჩაუღრმავდი თქო მაგრამ გასწავლი თან როგორ გააკეთო სიკეთე თორემ აზრი არ აქვს ჩაუღრმავდი შენ თავს თუ არ ჩაუღრმავდი მარტო შენ და მიყავ ხარ მე მარტო და მე ეგოში გსვამს მე მედიტაცია ვაკეთოთ ჩვენ მთელი ცხოვრება ჩვენ თავს უნდა ვუღრმავდებოდ რა ვერ ჩაუღრმავდი რა ვერ გაიღვიძე 2x2 4 ბიბლიაში რა ვერ წაიკითხე სხვა ადამიანებს უნდა დაეხმარო რა ვერ გაიგე აი მაინტერესებს რა ვერ გაიგე 2x2 4 რა ვერ გაიგე მთელი ცხოვრება რომ არ აკეთებ მოქმედებებს არ ცხოვრობ სხვა ადამიანებისთვის მარტო შენი თავისთვის ცხოვრობ შენი თავისთვისაც უნდა იცხოვრო და პარალელურად სხვა ადამიანებისთვის უნდა იცხოვრო და ამას თუ არ აკეთებ იწყებ ცოცხლად პობას რადგან გაცნობიერებული გაქვს რომ ეს უნდა გააკეთო და არ აკეთებ გაღვიძებული ხარ და არ აკეთებ ამას ეგოში წახვედი შენს ტყავში წახვედი და შენი ტყავის ფერებაში ხარ მოკლედ და ყველაფერს რომ თავი დაანება აი რატომ თქვი ვარი მე ცნობადობაზე რატომ არ ჩნდები იმიტომ რომ ყველანი მიდიან საკუთარი ტყავის ფიქრზე საერთოდ არ მაღელვებს და მე ეს არ მომერევა მაგრამ ესე იგი ჯერ იწყებენ საკუთარ თავზე ჩაღრმავებას მერე ვითომ რაღაცეებში გაცნობიერდებიან და რაღაცეებს დებენ თავის გვერდზე და მერე უკვე ღმერთის სიყვარულზე კი არ ჯდებიან თავდაბლობაში არამედ ადამიანების ენერგიაზე ჯდებიან მათ მსმენელზე და პირდაპირ ტყავზე გადადიან ავიწყდებათ საერთოდ სხვა ადამიანები კიდევ უფრო მარტივად გეტყვი შენ ხარ ის ჭურჭელი რომელიც დადის სივრცეში ფიზიკურ სამყაროში და ყრის თესლებს სიყვარულის თესლებს ყრი და თესავ მოქმედებებით შენ ადამიანებში დათესე სურნელოვანი ყვავილი სურნელოვანი მცენარე აღმოცენდა იმ ადამიანში გარემო გაჯანსაღდა შედეგი დადე ღმერთმა ამას შეხედა მოგცა ძალა და გიძლიერებს და გიძლიერებს შენ უნდა იყო მოსიარულე სიყვარულის თესლის მრქვეველი და ყველა ადამიანში უნდა ყრიდე თესლებს რატომ იმიტომ რომ ამას აკეთებ ყოველთვის შენ რომ მეორე ადამიანთან გადიხარ რაღაც მოქმედებას აკეთებ შენგან ამოდის მარცვლის ზომა თესლი ენერგიული თესლი ფორმა აქვს ენერგიის და გადადის იმ ადამიანში თუ ღვარძლის თესლს გადააგდებ აღმოცენდება შხამიანი მცენარე ის
შხამიანი მცენარე მერე სხვას მოწამლავს 1000 იმ ადამიანისგან და შენივალია ის რას თესავ და რას იმკი პირდაპირ მნიშვნელობით ენერგიულად ფუნდამენტი აქვს ამას ამიტომ დაფიქრდი აბა რა თესლებს ყრი აქეთ იქეთ რა მოქმედებებს აკეთებ ფიზიკურ სამყაროში ან საერთოდ უშვილო ხარ უშვილო არა ფიზიკური სხეული და არამედ არანაირი სიკეთის შედეგს არდებ უბრალოდ ცარიელი ჭურჭელი ხარ დადიხარ სიყვარულზე ლაპარაკობ ღმერთზე ლაპარაკობ რაღაცებს აკეთებ თესლებს არ ყრი მოქმედებებს სხვა ადამიანის მიმართ და არავისი არაფერს არ თესავ ღმერთთან რომ მიხვალ ღმერთს ეთყვი ღმერთო ამდენს ლოცულობდი ყველა მოქმედებების შევასრულე 1000-ანი ვარ ღმერთო ჩემს პირად მოძღვართან მერე შვილო მანახე აბა რა დათესე რომ შეხედავ შენ თავს არაფერი არ დაგითესია დიდად თურმე მოქმედებებს უნდა აკეთებდე და თურმე ამით შენგან ღვთიური თესლები იფრქვევა და ითესება სხვა ადამიანებში და ამოდის დიდი ხემცენარე ყვავილი თურმე აღმოაჩენ რომ ფიზიკური მოქმედებებიც უნდა გეკეთებინა და არაკეთებდი და ესე იგი არაკეთებდი ვერ შეასრულე შენ მისია მეგობარო შვილო რაც გინდა იყავი ვერ შეასრულე შვილო მისია ფიზიკურ მატერიალურ სამყაროში გამოგზავნე და მარტო ლოცვებში იყავი რისთვის გამოგიშვი კაცო იქ ყოფილიყავი აგერ ჩემს გვერდით რისთვის მოგეცი სხეული კაცო მარტო თუ ლოცვებში იქნებოდი და შენი თავის ჩაღრმავებაში არ მოგცემდი სხეულს და ისედაც ჩაუღრმავდებოდი საკუთარ ცნობიერში სხეულის გარეშე მაგრამ არა ასეთ გლეხურ მარტივ სიმარტივეს ვერ ხვდები რადგან არ გინდა ამის მიხვედრა ამიტომ მიხვდი ამას ესეთ მაგალითებზე ხშირად ვიყავთ ადამიანებს რომ მაგალითად სულიერი მამები გაიხიზნებოდნენ თავისთვის იყვნენ მათ სხვა დანიშნულება აქვს მათ აქვს დანიშნულება უფლის სვეტები იყვნენ რას ნიშნავს როცა უფლის სვეტი ხარ ეს იმას ნიშნავს რომ შენ უნდა იყო გამოდვებით ლოცვებში ასკეტიზმში რომ სისუფთავე უნდა იყოს შენში და შენზე დგას ქვეყნის სულიერი მხარე ხო იმ ბერებზე დგას საქართველოში ეხლა სულიერი მხარე რომლებიც ჭეშმარიტად ლოცვებში არიან მთებში მეტანიებში და ამ ყველაფერში მათზე დგას თავზე რომ არ გეცემა ბნელეთის ზეცა სვეტებზე დგას შენი ქვეყნის რელიგია შენი ქვეყნის ღირსება სულიერება შენს ქვეყანაში სვეტები არიან ის და შენ სხვა დანიშნულება გაქვს ბერი თუ არ ხარ და თუ არ გაიხიზნე შენთვის არ არის ის რომ უბრალოდ გაცილდეს ყველაფერს და შენთვის იყო თუ მასია გაიხიზნე და მარტო ლოცვებში იყავი მთელი დილა საღამო და გახდები უფლის სვეტი და სხვა ფუნქცია გექნება მაგრამ აქ რომ ხარ ყოველდღიურობაში და იძახი რომ ჩემთან განმარტოვდები აფიორა ეს მაგალითი არ მოიყვანო შენი თავის მაგალითად ის სხვა არის შენ სხვა ხარ და ეხლა უკვე საბოლოო მონახაზი ვიზუალურად და მარტივად რომ აგიხსნა როგორ ხდება ღმერთთან მიახლოვება ძალების დაგროვება და ამ ყველაფრის გაკეთება მოვიყვან ანალოგიას რომელიც აბსოლუტურად მიგახვედრებს რაშია საქმე და ეხლა რა ხდება ღმერთთან უფალთან ჩვენ ავდივართ ერთმანეთის აწევით მარტო ვერ ავდივართ ანალოგიას მოგიყვანი მაგალითად მე შენ დაგლოცე ან რამე კარგი საქმე გაგიკეთე აქციე 2 მეტრით მე რომ შენ აქციე მეც ამოვიწიე ავტომატურად ისე ვერ ავიწიე ზემოთ არის ღმერთი მე შენ ამწიე მე დამლოცე რაღაც კეთილი საქმეები მისურვე ავიწიე 2 მეტრით შენ რომ დამლოცე მე მაგრამ შენ აიწიე 4 მეტრით რადგან შენ დამლოცე მე დაგლოცე ავიწიე 8 მეტრით შენზე ზემოთ მიხვდით ერთმანეთის კიბეები ვართ ჩვენ ღმერთთან მე შენ გაგიკეთე სიკეთე აუმაღლდი 2 მეტრით შენც ამოიწიე ჩემთან ერთად შენ მე გამიკეთე სიკეთე აიწიე შენ და მეც ამოვიწიე შენთან მე შენ გაგიკეთე სიკეთე ავიწიე ზემოთ შენც ამოიწიე თუ ეს მიიღე მადლიერებით და სწორად მიხვდი ანუ რამდენი სიკეთე გავაკეთე იმდენი ავიწიე ზემოთ ავიწიე ისე კი არ არის რომ მე ავიწიო ჩემთვის არა ესეთი კანონი არსებობს სამყაროში შენი თავით ვერ აიწევი ღმერთთან მარტო შენ თავში ვერ ახვალ ღმერთთან თუ გინდა სწრაფად დახვიდე მე შენ აქწევ 1 მეტრი შენ მე ამწევ 1 მეტრს მე აქწევ 1 მეტრს და ესე თანმიმდევრულად ავდივართ ზემოთ სწრაფად აბა თქვენი აზრით ეხლა მე ეს ცოდნები საიდან დავაგროვე საიდან მაქვს 2 წელში მაქვს ეს ყველა ცოდნა შეძენილი ჩაკრა რა იყო სახელიც კი არ ვიცოდი სულიერებაზე და ეზოთერიაზე და ამ ყველაფერზე არაფერი არ ვიცოდი გეუბნებით ჩაკრა რა იყო არ ვიცოდი და როგორ ავედი ჯერ სადავედი მე საწყალი მაგრამ ანუ რაღაც გაცნობიერებამდე როგორ მივედი რომ თქვენმე მისმენთ 2 წელში ესე მოვიდა ერთი ადამიანი ავწიე ცოდნებით რაც შემეძლო ფსიქოლოგიურად დავეხმარე სულიერად მე ავწიე მეორე ავწიე მესამე და მეც ავდიოდი ამათთან ერთად მე რომ ამ ადამიანებს წევდი მე უფრო და უფრო ავდიოდი ზემოთ ერთი ავწიე ავიწიე მეორე ავწიე ავიწიე მესამე ავწიე და ავწიე ეს ხალხი ყველა ჩემს ირგვლივ და მეც ავიწიე მათთან ერთად ჰაერში და ყოველდღიურად რომ ადამიანებს ვეხმარები ვიწევი ავდივარ ოღონდ ვერავალ მე ვერსად ეს ადამიანები თუ არ აიწია ანუ შედეგი თუ არ დავდე რას გიხსნიდით იქ სიკეთის კეთება
შეხებაზე. შენ თუ სიკეთეს აკეთებ და შედეგს ვერ დებ და ადამიანის ქვემოთ წევ, პირიქით. შენ ჩადიხარ ქვემოთ, რაც არ უნდა კარგი განზრახვა გქონდეს. ამიტომ აგიხსენით იქ. ამიტომ ჩვენ ერთმანეთს ვწევთ სწრაფად. თუ გინდა სწრაფად გაიზარდო სულიერებაში, სწრაფად დააგროვო ძალები, სწრაფად ქნა ეს ყველაფერი, აწიე ადამიანის სიკეთეში, აიწევი შენც. რამდენსაც აწევი, იმდენი აიწევი ზემოთ. თან დიდი სიჩქარე. მაგალითად, 1 წელი იოგით და მედიტაციით რომ ხარ დაკავებული, შენ აიწევი თქვათ 10 მეტრი და 1 თვე რომ ვიღაცებს ეხმარები, 20 მეტრი აიწიე. იმიტომ რომ შენი ტყავი არავის არ აღელვებს. სხვა ადამიანები აწიე, რისკზე დადექი, თავი დადე. ეხლა ჩემი ცოდნების ფუნდამენტი არის ის, რომ თქვენს გამო ძალიან დიდ რისკებზე წავედი მე. პირდაპირ დემონებს შევეჯახე, პირდაპირ ბნელებს შევეჯახე, ჯერ იმდეს შევეჯახები, არ არის პრობლემა, მაგრამ მაინც. ესმით, მე არ მაღელვებს საერთოდ. მე უკვე გადაწყვეტილი მაქვს დიდი ხნის წინ ეს რაღაცეები. მე გავიხსენე დიდი ხნის წინ რა გადავწყვიტე. ხო და ამაშია საქმე, ესე გროვდება ძალა, ესე გროვდება ღმერთი, ესე უნდა იცხოვრო. ამიტომ რამდენ ადამიანს გაუმართავ ხელს და აწევ, ორჯერ მეტი იწევი ჰაერში შენ. მოდი სვეცკურ ენაზე გეტყვი, ვიბრაცია გემატება. ამიტომ გაეცით სხვა ადამიანთან და ამაღლდები შენ ღმერთთან. რამდენი გაეცი, იმდენი მაღლდები ზეცად. დაგლოცოთ უფალმა, დაგვლოცოს უფალმა, მოგცეს გულში, უფლის ხმა ისმოდეს ჩვენს გულში. მისი ხმა იყოს ჩვენი გულის აზრი, ჩვენი არსის აზრი. ამინ, ამინ, ამინ.